Ari გამარჯობა YouTube მოგესალმებით მეგობრებო, ეხლა ვიმყოფები მე პარიზში. კერძოდ მილიპოლი 2025-ზე. მილიპოლი ალბათ ხვდებით, რომ ყველაფერი მილიტარისტული აქვს წარმოდგენილი, დაწყებული ტყვიებიდან დამთავრებული ტანკებამდე, დრონებამდე, თანამედროვე ტექნოლოგიები არის აქ, ყველა ქვეყანა ჩამოსული, მინდა გითხრათ. და მიდის კონტაქტების გაცვლა და ასე ვთქვათ, კლიენტების გათხრება, როგორც ასე იტყვია ხოლმე. ხო და ძალიან საინტერესო რაღაცებია, ვეცდები რომ მაქსიმალურად გადავიღო და გაჩვენოთ, მაგრამ იმხელა დარბაზია და იმდენი დარბაზია, რომ ვეცდები რომ 50% მაინც მოვიარო და გაჩვენოთ რა. ძალიან მაგარი გამოფენაა. ეხლა ვიმყოფები კერძოდ ფერებით მივხვდები, რომ ჰეკლერ კოხის გერმანელების სტენდზე ვარ. დანარჩენს თქვენ თვითონ ნახავთ რა. ეხლა რომ ჩამოვედი, აქ არის ხალხი, აი კორეელებთან რო ვიყავი, რადგან 23 საუკუნეში არიან რა. იმაზე აღარ მაქვს ლაპარაკი, რაღაც მოცეკვავე ცუგები ყავთ და სხვაგან არიან. ან ელექტროსისტემები არის, აი სულ სხვაგან. აი თერმო ნახე, რომელიც იყურება 200 კილომეტრზე და ხედავს ადამიანს, წარმოიდგინე. ეს ძირითადად საზღვის დაცვებს ეხება და ანუ ყველაფერი არის თანამედროვე სამხედრო და საპოლიციო ტექნოლოგიები, რაც არის მოწინავე, ყველაფერი არის აქ. აი, ბევრს აღარ ვილაპარაკებ, გამოიწერეთ ჩემი არხი და ბევრ კარგ ვიდეოს მოგთავაზებთ. აბაჰი და აბაჰო. ეს უკვე დაჭრის როგორ უნდა როგორც გინდა ისე ჩააწყო, ისინი ამოდის, გინდა ესე ჩადე, გინდა ესე ჩადე. HK მაგარია. აი ეს არის იდეალური რა. ყველანაირი არ არის, შეგვიძლია გაჭედო რა.
როგორც გინდა ისე იზავ რა, გინდა აქ დაუდე, გინდა აქ დაუდე. ეს არის მაკპულის. რა მაგარია, ნახე და რა კაია. ნახე და ელექტრიკა რა მაგარია. ლამაზესი და უმაგრესი. რა კაი ხარ. ბომბა просто. ძალიან მაგარია. ამით რას ვიულიდი მთებზე, შენგენაც რა კაი ხარ. C'était positif. ძალიან მაგარია ეს. უკრაინაში გავაგზავნეთო მეომრებისთვისო და ალბათ გიქნებათ ვიდეოები დანახი. ამებით ეგო დარბიან იქ. ელექტროა. ძალიან სწრაფია და ძალიან მანევრირება და კაია. ძალიან მაგარია. საკმაოდ ძალიან გამოსადეგია დღესდღეობით ესეთი ტექნიკა ბრძოლის ველზე. რა ვიდეოებსაც უყურებ ხარ რუსეთ და უკრაინის ომში, სწრაფი გადაადგილება გადამწყვეტია. ეს უკვე აწყობ-ჩორბი პაზლია, ოთახს აწყობ. აი ეს ქალბატონი ისური რა, ოთახის მაგარია ნახე. იმიტირებული ოთახია, შედიხარ. ძალიან მაგარია რა, ოთახში შედიხარ. ოპა, იცი რა, რა ხდება. აბა მოტომოყვარულებო შეხედეთ რა GS-ები დგას. სად უნდა გაიქცე ამას, აურა ლამაზებია. ლამაზია. GS, JX, რა ვიცი, ყველაფერი. რა კაი დასაჯდომი აქვს თან, აი მინე კამფეტია რა. სიმაღლეც რა კარგია. ნუ პატარაა თან ესო, ქალაქში გაზური გამოძრე რა. შედარებით ხა იქიდან. აი ახლა ეს მაგალითად ბევრად უფრო მობილურია ვიდრე ეს. მაგრამ ამას ხვადატვირთვა აქვს. ურა ლამაზია და 450. ის. არ ვიცი ეს რამდენად ხაჭავს, ეს ქარხნულია და იმედია. ამაზე არ გაგაჩერებენ, არ დაგიწევენ.
ივეკო არის ჩემი ერთ-ერთი საყვარელი მანქანა. ივეკოს სახლი მანქანები ძალიან მომწონს. ჩვენთანაც არის, რა თქმა უნდა, ივეკოს ფირმა წარმომადგენლობა საქართველოში, მაგრამ ის, რომელიც მე მომწონს, ის ალბათ კერძო შეკვეთით თუ ვინმე ჩამოიყოს. აი, მაშინ კეთდება იდეალური სახლი მანქანა. ეს ახლა უფრო არის საპოლიციო. მაგრამ აი ეს ამაზე რა ვთქვა არ ვიცი. რა მხელა ღმერთო. IDV ესენი სადაურებულენ არის. ან ოშკოშია რა ჩათვალე რა. ბრონირებული. ხელა მასა. ჩვენებული დიდგორი. ანუ აი ხა მე მივედი და ჩემი თავი ოდნავ მაღალია რა ამაზე. ანუ აი ეს კაპოტი და იატაკი არის 1.85 რა. იმის ზემოთ არის უკვე დამორჩა. აი აღქმა რო კონდეთ კაცთან ერთად. დავაყენე. ეს ცოტა პატარა კაცია, მაგრამ აიც. და ლამაზია ივეკო. უკვე ბრონირებული Land Cruiser 300. ეთყობა კიდევაც შუშების საბურავებიც ნახე. აყორნები ნახე რა ხელა, რა ვიცი. სპეციალურად რა გაძლიერებული ხარ. ეს არის დამძიმებული მინიმუმ 2-3 ტონი და შესაბამისად სხვანაირი მუხურჭები უნდა. ოკეი. არ გადაიღო უკნიდან არ შეიძლება, ნუ შეიძლება. ცხვრიდან გადაგიღებ. აი ეს არის მეგობრებო თანამედროვე ტექნოლოგიები სულ. დრონები, ჩამოსაგდებები, რაღაცა, რავი, 1000 რაღაცა. Okay, thank you. Thank you. This is Hello. Check this.
Y aparte estaba también en la sesión de pegadores. Ah, ok. Así que ahí teníamos 6 años. Ok. Ya bastante tiempo. Ya cuando tenemos una opción. Cuando coges algo así, es otro planeta diferente. Nosotros no hablamos de აი, ჩემი საყვარელი MP7. გიждები ამაზე ისეთი მაგარია. კალიბრი 4.6-30-ზე. რა ვიცი, აი ყველა თუ დახვეწილობა. MP5 ხო არის, მაგრამ MP7 რაღაც აი ძალიან მაგარია. ეკლერკოხი არის, რა ვიცი. მეიბახია, რა ვიცი, ყველაფერია. ზე არის, ზე. მაგრის Et encore, tu as le poids sur la main du réducteur de son. ყოველთვის ხალხი მრავლობაა ხოლმე გერმანიის სტენდებზე, რა თქმა უნდა, თუ როცა იქ ეკლერკოხია. არა მარტო ეკლერკოხი, ყველაფერი. საკმაოდ მსუბუქია რა. მოცულობასთან შედარებით რაც არის. ძალიან მაგარია. ძალიან მაგარია. რა თქმა უნდა, შმიდ ბენდერი ექნება ახლა ამას თავზე. რა ვქნა, აი ვერ ვშორდები ამ სტენს. ისეთი მაგარია ლეპოხებია რა არის. Iliadres. Ja. Rip. 7.62 ნატო. 308. ეს 5.56-ია. და ლამაზები. ძალიან ლამაზები. English, German. ძალიან ლამაზია ეს ეკლერკოხი. პატარა და კომპაქტურია, ძალიან მაგარია. ეკლერკოხი 416 FC კონცეპტი. ძალიან ლამაზია. ეს იყო ისევ გერმანიის სტენდიდან, რა თქმა უნდა. შმიდ ბენდერი, ჩემი საყვარელი ოპტიკა და არა მარტო ჩემი. უძვირესი, მეგობრებო, ერთ-ერთი უძვირესი და თუ გინდა რომ მიზანში გაარტყა, უნდა კონდეს შმიდ ბენდერი. Ça c'est pour Allemagne bien, j'ai 35 d'élévation. ერთ-ერთი ყველაზე უძვირესი ოპტიკაა. ერთ-ერთი ვერ შეედრება ამას. ჩემი სუბიექტურია ჩემი აზრი, მაგრამ ფაქტია. ფაქტია, ძალიან მაგარია. ფასები არ მკითხოთ, მეგობრებო, დაგუგლეთ. საშინელი ფასებია. Nee, das sitzt ja auch.
ausstattung. Ja, oder noch schlimmer. ეს უკვე თერმულებია. ვექტედი. ამაში არ აგერიოთ, ეს არის, აი ეს უყენდება და ბევრი ახალი ფირმაა, მეგობრებო, რომელიც საერთოდ არ გამიგია. რა ვიცი, თქვენ თუ იცით, დაწერეთ კომენტარებში. ტენდი მომეწონა ძალიან რა. ანუ ფაქტიურად დრონის მართვა სწავლობ რა. აი, დრონის მართვა სწავლობ და ანუ არ გიწევს რა. ნამდვილი დრონის გამოყენება, სიმულატორია, ამაზე ისწავლე და მე ჩვეულებრივად ჩაძაღლებ რუსებს. ოკუპანტებს, რა თქმა უნდა, ჩვეულებრივ რუსებს, მაგრამ ერთ და იგივე არიან. გენი მაინც გენია. ვიცაც როგორ გინეგრე გამიგეთ. ეს უკვე ავტომატური მართვაა. აქედან იმართება რა. შენ ჯავშან მანქანაში ხარ და smart. ეს ბელგიის სტენდზე ვართ, მეგობრებო. არანაკლები ბელგია, თუ უფრო მეტი არა გერმანელებზე. იარაღში მეფეები არიან. როგორი ტრიუმფები და რამ სუბუქია ეხა თავის მოცულობასთან შედარებით. რა ლამაზია, მერცი. რაღაც უცხო არის, აი ეს. ჭიდი ქვემოდან უკეთდება. ლამაზი. ეხლა ამას ისეთი ძვირიანი მოწყობილობები უკეთდება, რომ შეიძლება ესე არავის 3 იყიდოს. ძალიან მაგარია. ეს უკვე პისტოლეტი. იხდებით ალბათ 5.7-ს ეგრევე. ეს რაღაც ახალი მოდელია, რაღაც ცოტა სხვანაირი გეომეტრიული ფორმები აქვს. On est trop cool. One, safety. Ah oui, automatique. რიცხობით. პომპა. ამაზია ესეც. ძალიან მოწონს ჩვენებს აქვთ უკრაინაში და აქედან მოკითხვა ბიჭებს გენაცვალეთ გულში სოყალას. რაც მე ოკუპანტს გააგორებთ ვერთხელ ხელი მოგიმართოთ. თავიდან რაღაც რო შევხედე მეთქი ეს რა უშნოა მეთქი, მაგრამ ისეთი მაგარია. აი სუპერად რო ნახე რა სკარი, მაგრამ აი დახვეწილობა თუ არ გისვრია ვერ გაიგებ ამის მიღებს. ძალიან მაგარი. ძალიან. ბელგია და ხარისხი.
ჩუგა. არა, ეს მარტო დენი უნდა რა, საჭმელი ამას არ უნდა, ვეტერინარი ამას არ უნდა. იმას ხელი ზუსტი ქონა. ო, ის სხვა არის, ხო? ჩუგა. როგორი ცუგა მეგობრებო. მუსიკაც გელაპარაკე. სამაშველოს დიალოგი. აი ეს არის მეგობრებო თანამედროვე ნავიგაციები. დრონებისთვის რა ვიცი ყველაფერია. მოგეხსენებათ რომ დღეს თავარი არის დრონი. ტანკის ფუნქცია და ეგ არის. აი ეს ყველაფერი ასე ვთქვათ მართვის ცენტრი და ახალი ელექტრონული ტექნოლოგიები. ეს კედელზე ასასვლელები სპეცნაზისთვის. ეს არის საკმაოდ საინტერესო პოლიციელების კარი შესამტვრეველი. აი ესეთი ჩანთაა. ჰაერი იქნება იქ ჩატვირთული და ესე მიადებს და ის ანდრებს. ეს მეორე ნაირია, გვერდებზეა აწვება და მთლიან ჩარჩოს ანგრევს. ეს ესე დარტყმას აკეთებს შუაში და ზემოთ. ანუ ის ძველებური მეთოდი რო იყო რომ რაღაცა უნდა მოგეტანა კუვალდა და გერტყა აღარ არის რა. პირდაპირ ამით დააწვევი კნოპკას, იქ ჰაერია ჩატვირთული, დიდი ალბათობით ბალონი იქნება და ეგ არის. ეს თანამედროვე საპოლიციო ტექნოლოგიები. როგორი ქვემეხია. სტრიალებს. გულარ ვარ გადახურდეს. იქიდან იკრება ვაზნი. მაგალითად. What the hell? That was supposed to be between us. ძველი სპეცნაზელები ხალისობენ. ეს განტვირთვის ჟილეტები. აი მოგაცხადა.
შეგახედეთ რამხელა ტერიტორიაა მეგობრებო ძალიან დიდი შუაში არის წარმოიდგინეთ ფეხბურთის სტადიონი რო იყო შუაში და გარშემო არის სულ ეს ექსპო აი ჩათვალე რომ რა ვიცი აი ხო ამდენი ხანი აქ ვარ და ბოლომდე ვერ ვნახე მაინც რა როგორია ჩაკეტილია მაგრამ ამუნიცია ნაღდია ისე ნამდვილია დაცვა უდგას გვერდში რომ არ გადეტანო შემთხვევით მაგარი მე მიდებ აქ ერთი მხარეზე მეორე მხარეზე შუაში შედგები და დაადუღებ ოკუპანტებს გორმი პარხარის აღჭურვილობა ნახეთ ძალიან მაგარი ალამაზი ახი FNია Night Force აქვს ალამაზი ხარ ბიჭო შენგენაც არდგენა არ ჭირდება ეხა ამას მაგრამ მაინც მიხვდებით ალამაზი ხარ აბა გადმოვედით ეს მაყუჩია International ინგლისელებმა იციან რა ამი დაამყარებ რეკორდს აბა რას იზავ შეხედე მაგარი ეს უკვე ჰელმეტები თანამედროვე ვერტფრენისთვის პილოტებისთვის ანტიდრონები ისეთი პატარაც არის ისეთი ბაგი Polarissia. Kika, t'as pas vu Seb, le requin de l'abbaye? Il est parti. რა მასიურია
სიმაღლე ექნება ამას 2 მეტრზე მეტი. ახლა ამ ხელა მასიური კარებები. კანადური. სპეციალურად დიდია რომ დასადგომი იყოს. კუპერი. პერესი. აქ არა მარტო იარაღი, არამედ ყველანაირი უსაფრთხოება. pompa. ეს ალბათ მაშხალისთვის. ეს მაშხალისთვის იქნება. But this one you are 2 kg.5. Not so much. And when you put the suppressor, you have a neck remember. Satsiya khabra. Chiapari. Akasgos. Excess gas, c'est bien sûr. And I have official model in titanium trim 2 for our model in automatics. This one is for the semi-automatics and the full auto is in titanium. Yeah. Only printed, no weld, no string. Like this way, when you use full automatics, you don't have any risk to break it or the weld is not good. Yeah. Nice. Really. Cheers. Sure არ შეიძლება. აი რა კაი ამას წითელი წერტილი აქვს და კარგად ასწორ. კი ბატონო. აი ეს არის კლასიკა ეხლა რა, ბრაუნინგის 1911 არის ეს? აჰა, ამდენი ხანი არ გავიხსნა. სამდღეა დამატარე ფაქ. მარტო თარგმანი არ კმარა. ახე რა. კლასიკა. ეხა ეს უფრო მოგეწონება შენ. არა, ესეც კაი ტიპია. არა, ცოტა მძიმეა. მძიმეა, იმიტომ რომ 45 კალიბრია და მაგიტომ. არა, ლუგერი ყოფილა 9 მმ ყოფილა. არა, ლუგერი. აი ეს უფრო მოგეწონება შენ, აბა მოგიდე ხელი ამას.
ეხლა გადმოვიდა. თამა ეგრევე შენ გამახსენდი TRG. ლამაზეს. იტალიელები მაინც მეფეები არიან თავის კლასში. ბერეტა და მაგარი ბერეტები. ლამაზეს. ლამაზები და ხვიცი La gueule quand même. La 92, c'est génial. მაგარი ხაზი ეს დელიტენის Même celui-là, il est pas mal. Non, ça craint. Ça craint du pâté. ძალიან ლამაზები და გეომეტრიები აქ აი რაღაც დახვეწი აი ძალიან ესენი კლასიკები ეს არის ბერეტა აი ეს არის მეგობრებო ელექტროშოკები არატრაუმატული უბრალოდ ტრავმატული იარაღია არაფატალური და შედიხარ და ტესტავ რა ისვრი რა ესენია ეს იარაღები. ზოგი დენს ირტყევინება და ზოგი შარიკს ისვრის. აი ესეთებია წყვილები. რამდენი წარ უნდა ვიარო, მაინც ამასთან მოვიდი. ამის ხედვა. ამის ვინ უნდა გაგექცეს.
თავის ბიპოდი ნახე, ლამაზი ეს. You're welcome. Get in touch with him and we will see. He will tell you. თავიანთი ოპტიკები აქვს. ლამაზესია. გლოკი 45. 919. ეს X-ია ეთყობა ხელში კარგად მაზი, ის არა წერია X. მოწონ. ანუ ესენი გაჩვენებენ თავიანთი ასე თქვათ წარმოებული კოლიმატორები როგორ ზის მათ პისტოლეტებზე. FN-ი რაღაცა კაი ტიპია ეს FN-ი. როგორ აქვს ჭიდის ჩამოსაგდები რაღაც ორიგინალურად აგეს არც მინახავს ეს FN-ი. არც თუ თქვენ იცით ეს მოდელი მითხარით ჰიპერი, FN ჰიპერი საცხოვრა. ну აქეთ უკვე იწყება საპოლიციო და სამხედრო დანიშნულებს ეს უმბარმტყორცმია
ეს რა თქმა უნდა ტყვიო. ყველანაირი სახის სამხედრო ტექნიკაა რა. ამას შეხედეთ, ეს რა არის, ამას შეხედეთ. ეს 50 კალიბრისთვის უეჭველი. ხელალო. სკარები მაგრამ Night Force. ამას შეხედეთ რა მაგარია მეცი. ძალიან მაგარი დამსუბუქებული აქვს, ჭირიც უკვე პლასმასისა აქვს. ამ წონა დააყენეს, ძალიან მაგარი. ეს უკვე კლასიკა. მაგარი. ეს ერთ-ერთი საყვარელი აიმპოინტი ყველა ვიცით მსროლელებმა იდეალურია იდეალურ ოპტიკებს აწარმოებს და კოლიმატორებს პისტოლეტებზე ეს პოლიციო მანქანა სად უნდა გაიქცე ხა ამას ვერსად არა თბილისში გაიქცევი ცუდ გზაზე გადახვალეს ვერ წამოვა მე შენ გეტყვი ხა და ორმოები არ არის თბილისში ეს არის საგამოფენო რა. ამას დუბაი შეიხები თუ იყიდიან და ივლიან რა. სამარიაჟო და ნუ საპოლიციო ძალები. ამაზე უკეთესები წავს, მაგრამ ესეც ძალიან ლამაზია. ადამიანი ხარ. სიმაღლე ექნება მეგობრებო, რა ვიცი. ეხა უდგავარ გვერდზე და ჩემ წელზე ოდნავ მაღალია რა. ოდნავ. სიმაღლე აქ ამას რა მეტრა რამდენი 40 ალბათ მეტრა 30 მეტი არ იქნება მე თუ რა სილამაზე ხარ ეს ფრანგული წარმოების ასე თქვათ განათებები არის მაგიდან ყავთ ეს მანქანა რომ რეკლამა გაიკეთე საფრანგეთის ფერებშია. განათებები. ეს საველე ლაზარეთი ასე ვთქვათ. საველე პირობებში უცები წყობა ესენი. ეგრევე ამოდის აქედან ეს ან მაგ სამედიცინო ტექნიკაც არის. ყველაფერი რაც სამხედროს სისტემებს შეეხება, ომს შეეხება, ყველაფერია. პირველი დახმარება როგორ აღმოუჩინონ და ასე შემდეგ. ესეც ალბათ რაღაც Volvo-ა უსაფრთხოება არის. ისენია სიგნალები, რაციები და ასე შემდეგ. ეს სწორია მარკეტინგული გათვლა. ეხლა რაციები რო დააწო ყურადღებას ვერ მიიქცევ და ესე მანქანა მოყავთ, გაალამაზებენ. გაალამაზებენ და ესე შიგნით უკვე
საპოლიციო სისტემები ყველაფერი არის. აი შეუძლიათ ამათ. ნომრების ამომცნობი პირდაპირ უღებს, ანუ შენ აღარ გიწევს რომ შეყვანა შიგნი დამნაშავე არა, დამნაშავე პირდაპირ კომპიუტერი ანათებს აი შეღებეთ პირდაპირ ნომერს წერს და ბაზაში გიგდებს ის წითელია, არ არის წითელი და ასე შემდეგ. დასაჩერებელია, დასაკავებელია თუ რა ვიცი, იმის მიერ სხვა. მისამართსაც გიწერს ფლობელის. ნუ ყველანაირი ინფორმაცია გაქვს უკვე რა, მიდიხარ, და რამხელა კომფორტია პატრონისთვის რომ მიდიხარ კამერა უღებს, მე არ ვიცი სიმართლე ჩვენთან არის, ეგ თუ არის ძალიან მაგარია, მაგრამ ეს ავტომატურად თუ არის, ეგ უკვე არ ვიცი, თორე კამერები რო უყენებ ჩვენ პატრულს, ეგ ვიცი. მაგრამ თუ ეს ავტომატურად გადააქვს და პირდაპირ წერს და ხელით არ შეყავთ ციფრები და ნომრები და ასე შემდეგ, ეს ძალიან მაგარია, გამიხარდება. თუმცა თუ არ არის ეგ, ძალიან ცუდი. აი ეს ჩვენთან ძალიან მაგრა იმუშავებდა. ეს უსაფრთხოების სისტემები აეროპორტებში და სხვა სტრატეგიულ ობიექტებზე Land Rover-ი საპოლიციო Defender ამაზია ეს შიგნითაც აღჭურვილია ყველაფერს. უკან ამხარეთ ცოტა დაწეულია, გვეჭველი უკან რაღაც ელექტრო არის თან. მე მეგონა რაღაც საპოლიციო ისინი იქნებოდა უკან. ტექნიკა და მაგიტომ იყო ესე დაწეული. თუ მეჩვენება, არა, წინა მხარი აწეულია, უფრო უკანა უფრო დაწეულია. არ ვიცი ხე ეს რატოა, არ ვიცი სიმართლე. შიგნით დაბურულია, რაღაც ტექნიკადებს უკან. ძალიან ლამაზი კი არის რა, უხდება რა. მე დიდი ფანი არა ვარ Land Rover-ის, მაგრამ მაინც კარგია. Military police. და პოლიცია ნუ შეგნით შეულებრივია, უკან აღარ ჩანს დაბურული. გადავინაცვლოთ გერმანელებთან. ვალტერის სტენდია. ჩემი უსაყვარლესი და უკარგესი გერმანია, მაინც გერმანია რა ვქ. გერმანია, ბელგია, პირველია. იტალია სათქო. PPS-ი, ლამაზი, აი ხელში ჯდება რაღაც, აი რა ვიცი, ნახე სამ ხელა და რა მაგარია. შენ გენაცო. სასხლეტიც ნახე როგორია. საკმაოდ ძიმია ეს მოდელი. ეს უკვე კამფეტია რა, სატარებლადაც კაია. ვისაც გაქვთ რა თქმა უნდა ტარების უფლება, იდეალურ, აი ხელშიც იდეალურია, თხელია რა. Made in Germany. კალიბრი 919, აი უიდეალურ ესაჯდება ხელში. ეხლა რამდენი 919 მინახავს და მისვრია სხვადასხვა ფირმის, მაგრამ ეს არის რაღაც ძალიან თხელი. ცოტა არასტაბილური იქნება და წარმორტყმები ბევრი იქნება, მაგრამ აი სატარებლად არის თხელი, ძალიან მაგარია რა. დაწვრილებული აქვს ეს. ბალანსი ხა ისეთი არ იქნება როგორც ამას, რა თქმა უნდა, მაგრამ კარგია. ლამაზია.
კომპაქტ. სულ მეტალია თავიდან ბოლომდე. აი ეს აქ მარტო პლასტიკი. ეს იყო გაპრანჭულებია დაახლოებით. სიზი შადოვი როგორც არის დაახლოებით ეგრე, ძალიან ლამაზი. ძალიან მაგარი. აი როგორ ინტერესი აქვს გოგოებსაც იარაღის მიმართ. ქართველებს ეს სხვათა შორის და მიხარია. თავდაცვა ყველას უნდა შეგვეძლოს, რა თქმა უნდა. ძალიან მაგარი. პასტაც ავიღოთ ვალტერის, დაგჭირდება. ურაკაი ზომაა ეს. მაგარია და ძალიან მაგარია. ძალიან მაგარი. აი ეს მომეწონა კიდე მეგობრებო რაღაც ნახე როგორი ფორმა აქვს უბრალოდ შეხედეთ. რა ლამაზია. PCP, აბა ნახეთ. PCP-ის კომანდა უყურებს ახლა ამას და მოკითხვა ჩემგან მიჭებო გენაცვალეთ. ნახე. გერმანული 18 მმ. ძალიან ლამაზია რა. ბალონი აქ და ძალიან კომპაქტურია რა. აი აქ არის მთელი მონაცემი. ხელა რაღაცა მიფრინავს წარმოიდგინეთ. ლულად საკმაოდ ისეთი აქვს. მსხვილი. ეხლა ვართ ხორვატიის სტენდზე. აუებს, ჩაფხუტებს. აი ესეთი სილამაზეც აქვს. ძირითადად სამხედროა. მაგრამ მე ძალიან მომეწონა ეს ჩვენთან რამდენად ჯდება არ ვიცი ტარების უფლებით მე მგონი ეს არ გაფორმდა იმიტომ რომ ძალიან მოკლეა აქეთ უკვე ამათი წარმოების პისტოლეტები H11 Pro ნარგებია ეს პატარა ეს გამო ჩემთვის ხე ძალიან პატარა კი შეიძლება მჭიდი ცოტა ჩამოდის ქვემოთ მაგრამ პატარა ხელში პატარა პატარა იღი კარგი მაგრამ სტაბილურობა არა ხელში ძალიან ხტუნაობს როცა ლუგერს ისვრი მაგალითად 22 ელერი კი ბატონო უკაკონე პრობლემა არ არის მაგრამ ძალიან ბლიკავს ეს განათება და თქვენთანაც ახლა ეკრანზე ითამაშებს, მაგრამ რა ვქნა, სხვანაირად არ გამოდის. ვერ გადავიღებ სხვანაირად. აი ძალიან ახლოს მივალ და
მეგობრებო, აი შუაში არის ესეთი დიდი წარმოედგინეთ სივრცე მოედანივით ფეხბურთის და გარშემო აი ესე წრეზე არის ეს პავილიონები. უზარმაზარი. ანუ ფაქტიურად 4 დღე არ გეყოფა რომ ეს მოიარო და ყველა ნახო რა. ძალიან უნდა ირბინო. ისები. მაგრამ ჩუგასაც აქვს. მაგრამ ჩუგაში. ყურები ვარ დაუზიანდეს. ზაღლებზე ნახე. ოპ. მაგარია ძაღლიო. ანუ ძაღლი ბრძანებებს იღებს რაც წარმოიდგინეთ რა მაგარია გადაცემ ეს ხეს ეს ყურებში და ისმის. ძალიან მაგარია. სიმულატორია რომელიც საპოლიციო ძალებისთვის არის. Là, on va être dans protection rapprochée, ce qui va vous sortez d'un VIP pour l'amener à un véhicule. Typiquement votre taf. სხვადასხვა სიტუაციებს აღწერს. C'est bon pour vous? C'est parti. ამოგრება დააგვიანე ჯიგარო. გდიხარ უკვე ტროპი ხარ. წარმოიდგინე რამ ხელ ეკონომიას აკეთებ. როცა ტყვიას არის სიმულატორზე სწავლობ ჯერ. ახლა კაცის სროლა სხვა თემაა რა თქმა უნდა ფსიქოლოგია. აი ესენი აქვს ამ სხვადასხვა იარაღზე ყენდება ეს სისტემები. Après, voilà, c'est parce qu'en fait, le scénario est très bien. აი ეს გოგონა მართავს იქიდან, აი. კორეელი, ძოლის ველზე შევა, წყვილ წამას შეიტანს, დაჭრილს გამოიყვანს. რა ვიცი, ზოგს იარაღი აქვს თავზე დამაგრებული ისვრის. ყველაფერი რა. მე მგონი ადამიანი უკვე აღარ იქნება ჩართული, იქნებიან მარტო ეს ისინი რა ქვია. აი როგორც ეს კორეელი გოგონა არის, სადღაც იჯდები შენთვის სახლში და იქიდან იმზი. ადამიანების ვაროვსკის ოპტიკა იდეალურესი. რა მაგარი და რა ლამაზია. პრეციზიული სროლის ბიჭები ესენი როგორი ამბავია. როგორ მინდა რომ გქონდეთ ესენი თითო ყველას ჯიგრებო. და მქონდეს მაგის საშუალება. ეს ჩაოლებრივი ნაკლებია. სპეტაურისები ეს უფრო სპორტულია, ძელილულით. ბრაზილიული ფირმაა, როგორც იცით, მეგობრებო, ეს საკმაოდ კარგი. შედარებით ეკონომიური და
ბიუჯეტური. ცოტა მიმსგავსებულები აქვს ხო და ისე მაგალითად ბერეტას ფორმები აქვს. ამას მაგალითად ეს სუფთა ბერეტა. ეს ეკლერს გავს. რამე პოლიციელები ნახულობენ. სეიფები. პოლიციის განყოფილებებში ალბათ ჯარში. ეგრეთ წოდებული რუჟეიკა, რუსული ღორების ფრაზა რო გამოვიყენო, ეგრეა. ჩამხშობები ალბათ გადამცემები, დრონების გადამჭერები ან კოორდინაცია რო გაუწიონ ერთმა ანტენები. ალბათ ეგ არის. ალბათ კი არა ეგ არის. ეს რენო. ის ვიდეო მახსენდება ამას რომ მიდიან და ამას რო გეტყვი. ესეც კაი მახინა არის. ესეთ ყოლა უკვე არსებული აქვს. თათახალი არ არის. გამოვლილი აქვს ამას უეჭველი ყვითელი ჟილეტების ამბავი, იმიტომ რომ ეტყობა კვალი. მოკლედ მეგობრებო, სულ ეს იყო ჩვენი ასე თქვათ მოგზაურობა პარიზში და მილიპოლზე. მადლობა რა თქმა უნდა Mobinex უწყვეტი ინტერნეტისთვის. მადლობა მეგობრებო თქვენ. კარგი ინტერნეტი და კარგი უჯებია არასოდეს. რა ვიცი, გამოიწერეთ შემეხი ბევრი ახალი ვიდეოები შემოგთავაზეთ. აბა, დროებით და ბევრი კარგი და ახალი სიახლეებით დაგიბრუნდებით. ძალიან დაღლილი ვარ, ფაქტობრივად არ მიძინია ეს ერთი კვირა. აბა, კარგად.